მხოლოდ იმ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, აი უბრალოდ რასაც პროკურატურა აქვეყნებს ბოლო პერიოდში და ამის ილუსტრაციისთვის ეს 2-3 დღის ახალი ამბებიც კმარა, შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ კრიმინალი მართლაც ძალიან კარგ მდგომარეობაშია საქართველოში, როგორც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, არასწორი ნათქვამი გამოუვიდა, თუმცა ეს ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ თუ შევხედავთ უბრალოდ რა ახალი ამბები ვრცელდება, რა ბრალდებით აკავებენ მაღალი თანამდებობის პირებს, როგორ ხდება სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორ ხდება სამართალდამცავი სისტემის მოქმედებაში მოყვანა, აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, რომ კრიმინალი ძალიან დიდწილად არის შეზრდილი სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურებთან და ეს ძალიან დიდ რისკებს წარმოშობს, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე ეკონომიკის თვალსაზრისით, იმიტომ კრიმინოგენური ვითარება ჩვენ რაც არ უნდა საუბრობთ რეიტინგებზე, ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია და ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია ინვესტორებისთვის და ბუნებრივია სახელმწიფოში, სადაც ჩვენ თვითონ ვაცხადებთ, ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ გენერალური პროკურორი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, სხვადასხვა მაღალჩინოსნები თურმე ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობდნენ და მფარველობდნენ, თავისთავად ცხადია, აქ მნიშვნელოვან ინვესტიციაზე და შესაბამის ეკონომიკურ სიკეთეზე საუბარი ძალიან რთულია და აქ არის კიდევ მეორე, ერთია რა იწერება ოფიციალურ ცნობებში, მაგრამ მეორეა რა შეგვიძლია წავიკითხოთ სტრიქონებს შორის, ხომ? ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორი იყო ძალიან დიდი ხნის წინ, მხოლოდ რამდენიმე თვე. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე პოსტზე მყოფი ადამიანი ფლობს იმგვარ გავლენებს, რომელიც აი 2020-21-24 წლებში, რასაც ეხება ეს კოლცენტრების საქმე, რაზედაც ბრალი წაუყენეს, ხო? მას კიდევ შეუძლია მფარველობა გაუწიოს კრიმინალურ სინდიკატებს და ორგანიზებულ დანაშაულს, რომლის წინააღმდეგაც მთელი ევროპული მედია საშუალებების გამოძიება, ინტერპოლი იყო ჩართული და ასე შემდეგ, ხო? მისთვის ეს მხოლოდ მის თანამდებობრივ სტატუსს ვერ გამოიყენებდა ვერაფრით. ეს რა ტიპის გავლენაა? რა თქმა უნდა, ეს რა ტიპის გავლენა იყო? ის რომ ახლა 5 თვის მანძილზე გენერალური პროკურორი იყო, მე თუ არ მეშლება 2013-ში თუ 2014 წელს, ეს 2024 წლამდე სხვა რომელ გენერალურ პროკურორს აქვს კიდევ გავლენები, ხო, შენარჩუნებული. ბუნებრივია, ეს არის რაღაც იმგვარი გავლენა, რომელიც წლების მანძილზე გრძელდებოდა და ესე იგი უნდა ვივარაუდოთ, რომ 2013 წლიდან აგერ 2025 წლამდე, იმიტომ რომ აღმოჩენა მხოლოდ ეხლა მოხდა, ამ ადამიანის გავლენები არსებობს. ეხლა როდესაც გავლენაზე ვსაუბრობთ, ჩვენ პროკურატურის განცხადებებიდან მივეჩვიეთ, რომ ვიღაც პიროვნებას ერთ-ერთ მინისტრს თქვათ აქვს გავლენა და ის მფარველობს, ასე ვთქვათ, ამა თუ იმ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას. გავლენა ხო ადამიანებზე გადის. მინისტრამდე ხო არ მიდიოდნენ თვითონ ეს ჯგუფები, ხო? ჩართული იყო სავარაუდოდ მათი მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ის შემოწმებლები, რომლებსაც უნდა შეემოწმებინათ ან ოპერატიულად გამოევლინათ ამგვარი დანაშაული, მაგრამ რატომღაც ვერ ხედავდნენ. ანუ ეს ხო ნიშნავს, რომ მთლიანი სტრუქტურა, მთელი იერარქია ისე იყო შერწყმული ორგანიზებულ კრიმინალთან, რომ არც არავინ ამოწმებდა, არც არავინ ინფორმაციას ავრცელებდა და ის რაც იცოდნენ ჟურნალისტებმა, იცოდით თქვენ, ვიცოდით ჩვენ, საუბრობდით ამაზე, ხო, იყო საუბარი ყველაფერი, გამოდის რომ არ სცოდნიან მხოლოდ იმას, ვისაც უნდა სცოდნოდა. ეს ხო წარმოუდგენელია. ამიტომ რეალობა გახლავთ ის, რომ აბსოლუტურად ყველა ეს სტრუქტურა ან უმოქმედობით, ან მოქმედებით ჩართული ყოფილა კრიმინალურ საქმიანობაში და რა თქმა უნდა, ახლა ფინანსურ ბენეფიტს შესაძლებელია მაღალი რანგის თანამდებობის პირები იღებდნენ, მაგრამ დანარჩენს ჰქონდა ალბათ თანამდებობრივი ბენეფიტი, სხვა რაღაც სიკეთეები ამგვარი წაყრუებისგან თუ ასე, იმიტომ რომ მარტო მინისტრი და მით უმეტეს გადამდგარი გენერალური პროკურორი ვერაფრით ვერ იქონიებდა გავლენას, თუ მას არ ეყოლებოდა შემსრულებლები. ამიტომ ეს მოწმობს, რომ ყველა ეს სტრუქტურა შერწყმული იყო, ასე ვთქვათ, ორგანიზებულ კრიმინალურ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, რაც საინვესტიციო გარემოსთვისაც და ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც კატასტროფული მდგომარეობაა და ამას ჩვენ გებულობთ ოფიციალური განცხადებებიდან. ეს არ შეიძლება იყოს სპეკულაცია, არ შეიძლება იყოს ინტერპრეტაცია, ეს არის ის, რაც ცალსახად ითქმება პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალში.